მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის პროფესორები მათ წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებზე საუბრობენ. პროფესორები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წლებია მუშაობდნენ, აცხადებენ, რომ უნივერსიტეტმა მათი სამსახურიდან გაშვებისთვის სპეციალური კომისია შექმნა და რეორგანიზაცია დაავალა. პროფესორები ასევე განმარტავენ, რომ ამის მიზეზი მათი სამოქალაქო პოზიცია, რომელსაც ისინი ღიად აფიქსირებენ. უფრო ვრცლად ამ თემაზე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი გიორგი გოცირიძე ისაუბრებს. მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ, რომ დაიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგვიყევით თქვენს გარშემო არსებულ სიტუაციაზე, სხვა პროფესორებთან ერთად, როგორც ვიცით, გაგათავისუფლეს იმ სამსახურიდან, რომლის განვითარებისთვისაც ბევრი წლები მუშაობდით. რა ხდება რეალურად და როგორი არის თქვენი პოზიცია? ჩვენი პოზიცია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თავისთავად ცხადი არის უარყოფითი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ უნივერსიტეტის განვითარებისთვის ჩვენ ძალიან დიდი ენერგია გვაქვს ჩადებული. და მთელი აი ამ წლების განმავლობაში პრაქტიკულად ვეწინააღმდეგებოდით იმ კურსს, რომელმაც უნივერსიტეტი დღეს კრიზისში შეიყვანა. ანუ პრაქტიკულად იმ ნაბიჯების წინააღმდეგ ვიბრძოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, რომელმაც დღეს უნივერსიტეტი ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა, სტუდენტების შემცირდა და დღეს ამ სტუდენტების შემცირება და ფინანსური კრიზისი ჩვენ, რომლებმაც მილიონობით ლარი შემოვიტანეთ უნივერსიტეტში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დღეს ჩვენ გვანთავისუფლებენ და პრაქტიკულად ცალსახაა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ნიმუში, შავით შეკერილი საქმე, რომელიც არის იდენტური იმისა, რაც საქართველოში ხდება. რეორგანიზაციის საბაბით კვალიფიციური, პატრიოტი ხალხის განთავისუფლება. აი ეს არის რაც მიმდინარეობს. ეხლა ეს კომისია თავისთავად ცხადია, ამ კომისიამ შეიმუშავა ის კრიტერიუმები, რომლებიცაც არანაირი კავშირი არ აქვს პროფესორის კვალიფიციურობასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ზეწოლის შედეგად შექმნილი ბერკეტი. რამდენი საყვედური გაქვს გამოცხადებული და ფაკულტეტის საბჭოზე რამდენჯერ ახარ დასწრებული. ამ კრიტერიუმებით პროფესორის მუშაობის შეფასება მსოფლიოს არც ერთ უნივერსიტეტში არ ხდება. ამდენად სწორედ აღნიშნეთ თქვენ, რომ ჩვენს განთავისუფლებას მოარგეს ის კრიტერიუმები, რომელზეც ის 9 კრიტერიუმი, რომლიდანაც მხოლოდ 2-ია, რომელიც ნაწილობრივ ესადაგება და ადგენს პროფესორის კვალიფიციურობას. დანარჩენი 7 ამ 7-ს არანაირი კავშირი არ აქვს პროფესორის კვალიფიციურობის დადგენასთან. მაგრამ ისევ და ისევ, რაც ხდება ქვეყანაში რეორგანიზაციის საბაბით, კვალიფიციური კადრის განთავისუფლება. მაგრამ უფრო შორს მივდივარ ფიქრებით, რადგანაც რაშია იცით საქმე, ეს ჩვენი განთავისუფლება არის მე მგონი უფრო დიდი ბოროტების წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ უფრო დიდ ბოროტებასთან შეიძლება გქონდეს სულ ცოტა ხანში საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით არასწორ პოლიტიკას, როგორც უნივერსიტეტის შიგნით მიმდინარე, ისე ქვეყანაში მიმდინარე და ამ კრიტიკული აზრის მოსპობა და გაქრობა თავისთავად ცხადია, რომ არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აწყობს და არც დღევანდელ ხელისუფლებას. აი ესეთია მოკლედ ვითარება. 18 ივლისი არის სემესტრის ბოლო დღე და შესაბამისად ტექნიკური საკითხები მოგვარებული აქვს და აი ამ 18 ივლისისთვის ალბათ შეგვიწყვეტენ ჩვენ პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე მე და ჩემ მეუღლეს ნინო გოგიაშვილს, რომელიც არის მაღალი დონის კვალიფიციური პროფესორი და მზია გიგაშვილს. გასაგებია, თქვენ ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიაწოდეთ ინიციატივა, რომელიც ნაცვლად რეორგანიზაციის და რაზეც ვსაუბრობთ, აკადემიური შტატების გაუქმებისა, რომ მომხდარიყო შექმნილი კრიზისიდან უმტკივნეულოდ გამოსვლა, ასე ვთქვათ, აი რას ეხებოდა ამაზე რომ ვისაუბროთ? ძალიან მარტივად, სწორი მენეჯმენტის პირობებში უნივერსიტეტი ჯერ ერთი არ მივიდოდა ამ მდგომარეობამდე,
და ეხლაც თუ სურვილი ჰქონდათ ამ პროფესორების შენარჩუნებისა, რომლის განთავისუფლების შემთხვევაშიც კი უნივერსიტეტი უკეთეს შემთხვევაში მიიღებს 30,000 ლარის ეკონომიას, რადგანაც სულ 61,000 ლარის ეკონომიას მიიღებს უნივერსიტეტი ამ 4 პროფესორის განთავისუფლებით. მაგრამ ჩვენი წასაკითხი ლექციები ხო ვიღაცამ უნდა წაიკითხოს. შესაბამისად ეს 30,000 ლარის ეკონომიამდე ჩამოდის. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები რაც შევთავაზეთ უნივერსიტეტის რექტორს, გვაძლევდა 260,000 ლარის ეკონომიას 2026 წლის 9 სექტემბრამდე. ანუ მანამდე ამ 1 წლის განმავლობაში ამ ხელა 260,000 ლარის ეკონომია ხდებოდა იმ შემთხვევაშიც კი თუ ფაკულტეტების რეორგანიზაცია მოხდებოდა, 2 ფაკულტეტი გაერთიანდებოდა, მაგისი წინააღმდეგი თავისთავად ცხადია, მე ვარ, იმიტომ რომ განათლების მეცნიერებას თავისი მიმართულება აქვს, ჰუმანიტარულ მეცნიერებას თავისი მიმართულება აქვს, მე რომ უნივერსიტეტი დავტოვე, 6 ფაკულტეტი იყო. დღეს არის პრაქტიკულად 3 ფაკულტეტზეა საუბარი. აი ანუ უკუსულა 2010 წლიდან სახეზეა სტუდენტების რაოდენობის მხრივ, სპეციალობის შემცირების მხრივ, უნივერსიტეტი, რომელშიც ფიზიკა, მათემატიკა, ენები, გერმანული, ფრანგული, რუსული არ ისწავლება, ხო იქ რომელ უნივერსიტეტზეა შეიძლება იყოს ლაპარაკი. ამიტომ წეგან მე რომ საუბრობდი აი ამ უფრო დიდი ბოროტების თვის ემზადებიან მეთქი, მე არ გამოვრიცხავ რომ უცებ დააყენონ საკითხი მთელი აი ამ სპეციალობების, დარჩენილი სპეციალობების თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმებისა და მხოლოდ სოფლის მეურნეობის დატოვების საუბაზე. მე არ გამოვრიცხავ ამას და ეს იქნება ძალიან დიდი უარყოფითი ნაბიჯი თელავისთვის, კახეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის. და აი ის 260,000, რომელსაც მე ვეუბნებოდი, ეს ძალიან მარტივია. ერთი მე შემიძლია ეხლაც გითხრა თქვენ, ეგ არის თანხების დაზოგვა ზამთარში, როდესაც შესაძლებელი იყო ერთ შენობაში სტუდენტ გადმოყვანა და ზამთრის ხარჯის 40,000-ის ეკონომიას გვაძლევდა ეგ ყველაფერი. ეს არის ასევე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული მასწავლებლების ამ შეზღუდვა და არსებულ კადრზე გადანაწილება, რომელიც 100,000 ლარის ეკონომიას გვაძლევდა. ეს არის ადმინისტრაციული და აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირების 1.5 შტატზე გადაყვანა, რაც წლების განმავლობაში იყო დანერგილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ესეც დიდი რაოდენობის თანხის ეკონომიას გვაძლევდა და აი ეს ყველაფერი ეს შორიდან დანახული. აი მე სიღრმეებშიც ფინანსურ დოკუმენტაციასთან მე ვინ მიმიშვებს უნივერსიტეტის, მაგრამ ის შორიდან დანახული ეს ყველაფერი, რომელიც მე ჩამოგითვალეთ, 260,000 ლარის ეკონომიას გვაძლევს ჩვენ. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რა, მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და კანონში შესულია უკვე ცვლილება, რომლითაც ქართული ენის მიმართულება, ქართული ენა უნდა ისწავლებოდეს ბაკალავრიატის სპეციალობის ყველა სტუდენტისთვის. და უზარმაზარი რაოდენობის საათები ჩნდება და ამ დროს ანთავისუფლებს ფილოლოგიის 3 პროფესორს. შტატიდან ანთავისუფლებს ფილოლოგიის 3 პროფესორს, ხო? რა სწორ მენეჯმენტზე შეიძლება იყოს საუბარი. ეს არის არა სწორი მენეჯმენტი, იმიტომ რომ ეს მე ვთქვი კიდეც უნივერსიტეტში, რომ უნივერსიტეტში ჩართულია თვითგანადგურების რეჟიმი, რომელიც და ეს სხვათაშორის ეს 2010 წლიდან მოდის ეგრე და ცალსახად არის, რომელიც აი რაც არ უნდა თქვა, რომ ყველაფერი კარგად აქვს, სილაბუსები, ასე და ასე შემდეგ. სპეციალობები შეგიმცირდა, სტუდენტების რაოდენობა კატასტროფულად შეგიმცირდა. 1285 კაცი გასწავლობს უნივერსიტეტში და მე არ გეტყვით რამდენი სტუდენტი სწავლობდა, მე რო დავტოვე მაშინ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენი სპეციალობა იყო, ეხლა რამდენი სპეციალობა გადარჩა და ფინანსები კატასტროფულად შემცირდა, რომ უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ თუ შტატებს არ შევამცირებთ, მე ხელფას ვეღარ გავცემ აკადემიურ პერსონალზე. მაშინ როდესაც გითხარით სულ მცირე 2 ფაკულტეტის ზე მოწვეული საათობრივი ანაზღაურების წესით მასწავლებელთა წლიური ხარჯი უნივერსიტეტს აქვს 100,000 ლარი. გადაანაწილე ის აკადემიურ პერსონალზე, აფილირებულ აკადემიურ პერსონალზე და მოხსნი პრობლემას. გასაგებია. და სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ, როგორი არის თქვენი სამომავლო გეგმები, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ სხვა პროფესორებთან ერთად?
ხო, სამომავლო იცით როგორ არის, ეხლა ჩემს მეგობარსთან ველაპარაკებოდი. დაწესებულებებში ენერგიის დახარჯვა სიტუაციის შესაცვლელად. ეს არის წყლის ნახვა. ქვეყანაში უნდა შეიცვალოს სიტუაცია. აი, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება და ჩვენი ძალისხმევა სწორედ მაკეთკენ უნდა იყოს მიმართული. ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა. და შემდეგ არა მარტო თელავის უნივერსიტეტში, არამედ ყველგან იქნება უკეთესად საქმე. ყველგან, ცალსახად. იმიტომ რომ გონიერი ადამიანები უნდა მოვიდნენ ყველგან. ყველაზე დიდი დანაშაული ამ ხელისუფლებისა არის ის, რომ ინტელექტუალურ სფეროს და ინტელექტუალურ რესურსს გამოუცხადა ომი ხელისუფლებამ. მე მესმის საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ყოველთვის იყო ორიენტაციის პრობლემა. ზოგი პროთურქული ორიენტაციისა იყო, ზოგი პროირანული, პრორუსული, პროევროპული და ასე შემდეგ. მაგრამ არავის ინტელექტუალების წინააღმდეგ და წინააღმდეგ ბრძოლა ისეთი შემართებით არ გაუტარებია, როგორც ამას აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. რუსებმა რამდენჯერმე მოხადეს, აი ეს რამდენჯერმე მოაჭრეს თავი საქართველოს ინტელექტუალებს, რამდენჯერმე ინტელექტუალურ ელიტას 19 საუკუნეში 1921 წელს და აი ეხლა არის ქართველების ხელითვე ამ ინტელექტუალებისგან ქვეყნის გაწმენდის ოპერაცია. ვერ ეღირსებიან. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის და იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ. გაიხარეთ. გადაცემის შემდეგი სტუმარი უნდა ყოფილიყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა, თუმცა მან ჩართვა არ ისურვა. თუმცა როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადმინისტრაციის ინფორმაციით აღნიშნული პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და მას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ მომდევნო დღეებში შევეცდებით ამ საკითხზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ინფორმაციის მოპოვებას და შემოგთავაზებთ. მე კი მაყურებელს ამ დროისთვის ვემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე.